და აკიძე ეკა სეხნიაშვილის საავტორო გადაცემა დროული დიალოგი. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში შეგახსენებთ თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად და გადაცემის სტუმრები დღეს არიან ბატონები თორნიკე ზედელაშვილი, ლაშა მგელაძე. ბატონი ლაშას დრო არის, გავწყვიტეთ ასე ვთქვათ, მისი არგუმენტები. აი ბატონ ლაშას აქვს ეს ძირითადი არგუმენტი, რომ ჩვენ არ უნდა გავიხსენოთ ასე ვთქვათ წინა წლების პოლიტიკა, თუ რაში მდგომარეობს გაგვაცნობს. ახლა ისე საერთოდ ამერიკის მამებიც კი, აი ფრანკლინ რუზველტი და სხვები წინა გასული 10 წლეულის ეკონომიკურ პოლიტიკურ საკითხებს ედრებოდნენ და აჯამებდნენ ხოლმე და ბატონი ტრამპის ყველა გამოსვლა ობამას და ბაიდენის ხელისუფლების და ადმინისტრაციის მიღწევებს ან ჩავარდნებს დაკავებას მაჭირდება. კი ბატონო. 2012 წელს პოლიტიკას შევეხოთ. 2000 ანუ წინა საარჩევნოთ ეხლა 12 წლის თავზე. კი ბატონო. მართლ ძალას არაფერი არ ქონდა სასაუბრო გარდა იმისა, რომ დავამთავრებ ნაციონალურ მოძრაობას. ქართულმა ხალხმა ნაციონალური მოძრაობა დაამთავრა 2012 წელს, იმიტომ რომ 2008-ში, 2006-ში როგორ დაამთავრა პოლიტიკურ სპექტრი არის აი ხო დამპირდიო არ ჩაგეჭრებიო. ეხა უნდა ვიდაოთ და მე წამყვანი ვარ ბატონლაშა და თქვენ სტუმარი და მე მაქვს უფლება რომ ჩაგეკითხოთ და ჩამეკითხე პრობლემა. მე არ და აი უყურეთ რას დაგპირდით კაცო. მე დაგპირდით რომ ბატონი თორნიკე არ ჩაგეჭრება. ანუ თქვენი არგუმენტი არის რომ ესე იგი ჩვენ თურმე არ უნდა ვისაუბროთ გასული ხელისუფლებების ვაგასუქში რატო არ არის არგუმენტი დავასწავლე და რა გავაკეთო? კარგი, არა. 2000 დაამთავრაო და მე გამიჩნდა კითხვა რომ როგორ დაამთავრა ხა თვალები ახლოვდება თუ არ მათი გეტყვი პოლიტიკურ სპექტრი წარმოდგენილია და ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიციაც თუ მათი გეტყვი ახალგაზრდებს აი ზუსტაბელზე რო დგანან იმ ადამიანებს უკითხავს ახლა ბატონი ლაშა ლექციას ზუსტად აი მე ესე მგონია თქვენთვის ლექციის საკითხს აზრი აქვს ბაცადოთ თქვენი მხრიდან ბატონ ხო და გაყოლობაში რა პრობლემა არის თუ მათი საუბარს გეტყვით ნახეთ ქართველმა ხალხმა ხვების წვიმაში იმიტომ რომ ის ხელისუფლება არ მოწონდა, იმიტომ რომ ის ხელისუფლებას ჰქონდა გადაცდომები, იმიტომ რომ ის ხელისუფლება იყო ესე ვთქვათ თავის ძალმომრეობითი გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში ის ხელისუფლება და აირჩია ქართველი ოცნება. ხო? და ჭირდებოდა დემოკრატიული ქვეყანა შესაბამისი ეკონომიკური ინსტიტუტებით, შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტებით. 12 წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ თითი არ დაადო ამ ქვეყნის განვითარებისთვის, არც ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ გაუტარებია და 12 წლის თავზე მეუბნება რომ დავამთავრებ იმას რა ქვია ნაციონალურ მოძრაობას. და დღეს ეხლა ვსაუბრობთ 2008 წელს ესე იყო. 2012-ში რა იყო ამაზე ვისაუბროთ. არაფერი რო არ გაკეთებულა, ამაზე ისაუბრეთ. ანუ კარგით. ამაზე არის საუბარი ხა დავამთავრეთ ის 12 წლის თავზე. მელაპარაკებით 2008 წელში ეს მოხდაო რა ამერე. გავიგეთ, ხო არ შეგაწყვეტით. ახლა ბატონ თორნიკეს მე ერთი კითხვა მაქვს, არ ვიცი ახლა მე სხვა ეპოქაში ცხოვრობდი ეს ბოლო 10 წელი თუ ვიზა ლიბერალიზაცია დადგა ამ ხელისუფლების პირობებში, ჩანაწერი ვიზა ლიბერალიზაციაში ამ ხელისუფლებამ გააკეთა 10%. მიშას დროს არის 90% გაკეთებული. ვაიმე, უკაცრავად. და ამ ვიზა მისი ქმედებებით ამ ხელისუფლება სააკაშვილის დროს იყო დაპაუზებული ეს ევროკავშირში მსგავსი რაღაცეები, რეებზეც საუბრობთ კაცო. და დაპაუზებული ამ ქვეყანაში ცხოვრობდა, ამ ქვეყანაში მიცხოვრია და ვიცხოვრებ კიდევაც და დაპაუზებული იყო, იმიტომ რომ თვითონ სააკაშვილზე და არ ვიცი ნაციონალურ მოსწავლეობას თუ გადახედათ. აი ეგ არის პროპაგანდა. თქვენ გადახედათ ელემენტარულად იმაზეც ვისაუბროთ 2008 წელს რა რეზოლუციაზე აქვს თქვენი მოწერილი და როგორ შეტენეს ქართულ ჯარისკაცებს ის რომ ომი დაიწყეს და ასე შემდეგ და ასე ცხინვალი დაბომბეს, მაგაზეც ვისაუბროთ თუ გინდათ, მაგრამ ერთი წუთით რა, ეხა სხვა რაღაცაზე მინდა საუბარი. აი ქალბატონმა იკამ თქვა ამ 12 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიმართულებით არაფერი არ გაკეთებულა თქვენი ძახით რა. ესე იგი, უვიზო მიმოსვლა, გამარტივებული ვაჭრობა, ასოცირების ერთი წუთით რა, 15 წელი ეხა თუ ინერციით მიდის ქვეყანა, ეგეთი რაღაცა არ არსებობს რა. და დღეს მდგომარეობა. ერთსაც გადავიმოვა მესამესაც, ხო? თქვენ ის ადამიანი აშკარად არ ხართ, რომელიც ჩახედულია ამ თემაში ერთი წუთით. ამ თემებზე მუშაობდი როაც. ხო და თქვენი აზრიდან გამომდინარე ხო და თემაზე თუ მუშაობდით, უფრო მეტი უნდა გემუშავოთ, ჩემი აზრით, რომ გაგერკვიათ რაღაცა. ეხლა რაზე ასოცირების ხელშეკრულება ჩვენ რატო ანუ ისე რა ქვია კანდიდატის სტატუსი ჩვენ ბოლო წელს რატო მივიღეთ, ეგეც მითხარით რა.
მაინტერესებს. თუ არაფერი არ გაკეთებულა ამ ქვეყანაში, რატომ მივიღეთ ასე? ის რეფორმები, რაც იყო საპარტიო გეგმაში ჩაწერილი, 10% გააკეთა ოცნებამ. თქვენ გინდათ და მივედით აქამდე და დღეს დადექით მთლიანად. დღეს ევროკავშირი. აი, თუ ხომ კითხეთ და გიპასუხეთ, ვისაუბრეთ. ერთი წუთი რა გეტყვით ერთ რაღაცას რა. ესე იგი, თქვენ ამბობთ ეს რაღაცას, რომ როგორც რაღაც პროპაგანდა არის ესეთი, რომ მოლდოვა და უკრაინა ჩვენ გვისწრებენ უფრო მეტად ეკონომიკური თვალსაზრისითაც იმით რომ კორუფცია იქ არ არის არაფერი რის გამო არ გვისწრებენ რის გამო არ ისას დროს განხორციელებული რეფორმები და რის გამო არ გვისწრებენ და იმის გამო რომ ამ ქვეყანაში ომი ამ ქვეყანაში ისას დროს განხორციელებული რეფორმები უკაცრავად რა ეხა მესმის რომ თქვენ ნაციონალური მოძრაობა ხართ და ნაციონალური ნაცი ხართ მაგრამ ბოდიშთ ესე ვიტყვი რა ნაცი ხართ მაგრამ ეხა ისა რა ქვია ესეთი პროპაგანდა უკვე ზუსტად ის არის რომ ეგეთი პროპაგანდა რო აღარ მუშაობს იმიტომ დგას აგერ გაჭირვებული ხალხი რუსთაველის გამზით 100 კაცი რო გამოდის ყოველ დღე რა და იმას რა ქვია მე ძალიან კარგად მესმის რომ იქ ეხა ფინანსები იხარჯება და ევროკავშირის სხვადასხვა ორგანიზაციები და ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ორგანიზაციები საქართველოში ორგანიზაციებს რო აფინანსებენ და აგერ ლაკა ხოშტარიას რო დაუყადაღეს ანგარიშები აი ეგეთ ძალიან მარტივად გაირკვევა იმ რუსეთიდან რო ირიცხება ბოდიშით და აი რუსული იმას ვიყო ჩერესაიდან ირიცხებოდა ის რუბლები რაც ირიცხებოდა და ძალიან კარგად გავიგებთ ცოტა ხანში რა ჩემი აზრით კარგი იქნება ყოველ შემთხვევაში ასე თუ მოხდება რა ანუ ლაკა ხოშტარიასთან როგორ ირიცხებოდა ეს რუბლები ამაზე ეს უნდა გავარკვიოთ მაგას ამბობთ კარგი იმიტომ რომ ეს მე დროას ის რო ქონდათ რა ქვია არასამთავრობო ორგანიზაცია იქით იცხებოდა ნახევარი თანხები და როგორ ნაწილებული და ეხა გავარკვევთ ეხლა ფინანსებას რო იღებდნენ ევროპისგან და ამერიკისგან მაშინ ამას რომელ დაფინანსებას ერთი მითხარი წლების განმავლობაში რამდენი იყო ეს დაფინანსება ამ 6 თვეში 250 მილიონი უნდა აიღო ხელისუფლებას და კაპი კი ვერ იშოვა საბუჯეტო გარღვევის წინაშე ანუ ხელისუფლება მე ხელ ვერ იშოვა კაპი კი და გაჭირვებაა და ეკონომიკურის და ორ ნიშნულზე გვაქვს ეკონომიკურის და ტურიზმი ის ყვავის რეალურად რა თქვენ გადით ქალაქებში გადით სიღნაღში გადით ბათუმში ჩადით და ასე შემდეგ აჭარაში რაჭაში და ასე შემდეგ მე ვილაპარაკობ თორნიკე და ბატონლაში მომისმინეთ გადაცემის დასრულებამდე 5 წუთი დაგვრჩა 2 წუთ ნახევარს გაძლევთ თქვენ და რაც გინდათ ისაუბრეთ დისკუსიის დრო აღარ არის 2 წუთ ნახევარს თქვენ კი ბატონო ისმეთ ბატონლაში შევაჯამოთ რაზე ეხლა და იმაზე რა ქვია პლანტაზე ჩაის ჯიშის გამოყვანა ვიეტნამური მეთოდით ნახეთ ძალიან მარტივი რაღაცა არის ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა მიიყვანა პოლიტიკურ იზოლაციამდე თქვენ არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას თქვენ მიიღებთ ხო არჩევნებში ბატონო არჩევნებში აპირებთ ხო ჩემი დრო არის 2 წუთი ხო და ხო თან ჩაგეკითხეთ რომ ეს თემაც განავსოთ მაცადეთ საუბარი მე ვიცი რომ ამ თემაზე უნდა გვესაუბროთ ჩვენ ამ თემაზე არ ვისაუბრეთ მე რომ თუ მივიღებთ თუ არა არ მე არსობრივი მნიშვნელობა აქვს ახლა ამ დისკუსიისთვის რას არა იმიტომ რომ მიიღებთ თუ არ მიიღებთ თუ მიიღებთ ესე იგი აღიარებთ ყველაფერს იმ წინასწარ თქვენ საუბრობთ ნახეთ როგორი რაღაცა არა რა თქმა უნდა თქვენ საუბრობთ რომ აი პრემიერი არა ყავს ის არა ყავს ეს არა ყავს და ამ დროს მე აჩვენებში ვიღებთ მონაწილეობას და მე ყველა შესაძლოს მეთოდს გამოვიყენებ პოლიტიკურსაც არაპოლიტიკურსაც იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციიდან გასული, რომელიც კონსტიტუციიდან გასულია და არალეგიტიმურია, შევძლო მისი, ესე ვთქვათ, ჩანაცვლება. ამას გამოვიყენებ. თქვენ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. კარგით, აცადეთ ახლა ბატონ თორნიკე, ვაცადოთ? ვაცადოთ? დიახ. ნახეთ. ამ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა მიიყვანა პოლიტიკურ იზოლაციამდე, ამ ხელისუფლებამ, ანუ ეს ქვეყანა მიყავს ეკონომიკურ იზოლაციამდე, იმ ეკონომიკურ განვითარებაზე თქვენსაც ამბობთ, ეს არის რუსეთთან შემოსული კაპიტალის ხარჯზე, რომელიც არის მილევადი. ის რომ ჩვენ ეს პერიოდი გამოგვეყენებია იმის რომ გაგვეტარებინა შესაბამისი რეფორმები და ეს ქვეყანაში შემოსულიყო ალტერნატიული კაპიტალი, ეს არ გავაკეთეთ. ქვეყანა მოვაქცეთ პოლიტიკურ იზოლაციაში და მინდა გითხრათ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ, აუცილებლად მივიღებთ სოციალურ აფეთქებას, რომელსაც ქართული ოცნება ვეღარ გააჩერებს. ჩვენ მივალთ თუ ასე გაგრძელდება ეკონომიკურ კრიზისამდე. აუცილებლად და პოლიტიკურ კრიზისს დაემატება ეკონომიკური აქციების დროს რომ ხელისუფლება წამი-წამზე იცვლებოდა და ალბათ ეს ჩანაწერი ამოიღებს რომ არა სულ ასეთი გაწყობა ქონდათ რომ ამას ვერ გაუმკლავდებოდა მაშინაც იგივე ბრძანეთ რა არის ინტერპრეტაცია კარგია რომ რუსეთი ორ თვეში დამარცხდებოდა ალბათ ეს ვარიანტიც იყო ხო თქვენ ამბობთ რომ ორ კვირაში დაიბრუნებს უკრაინას რუსეთი ჩემი ინტერესი დიდად არ არის
რუსეთი ჩარჩება უკრაინაში თუ ესე ვამბობდი დასაწყისშივე ვეღარ გამოვა იქიდან ომის შემთხვევაში. კი ბატონო, თავს ნუ დადებ ზოგადად საგარეო პოლიტიკაზე, უბრალოდ საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი ვარ, უკრაინაში რა ხდება, არ გვაინტერესებს ეს საკითხი, გვაინტერესებს რომ ჩვენი ჩვენად ვეგვეყურნოდეს. ბატონ თორნიკე, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს როგორც სპეციალისტის, რომ აი გასაგებია ვთქვათ ადამიანებს, რომელსაც უჩდებათ ამ ხელისუფლებისადმი პრეტენზია, მაგრამ არ აქვთ ალტერნატივა. აი ერთის მხრივ ადამიანები, რომლებიც საუბრობენ და აღიარებენ, როგორი ცუდი სისტემა იყო სახელმწიფო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, მაგრამ იგივე ძალები არიან დღეს რეინკარნირებული სხვადასხვა პარტიებში და სხვადასხვა მოსაზრებაში, მაგრამ არა მოსამართლეების უფროსად ყავთ დანიშნული და 70% შორის ესეც ცალკე თემა არის ამერიკის ადმინისტრაციის მოთხოვნები იყო რომ მოსამართლეები არ გათავისუფლებულიყვნენ. ნუ ხო, გასაგებია, მაგრამ აი რა არჩევანი უნდა გააკეთოს ამ მომრჩევებმა, რომელსაც დაშლილი ნაცმოძრაობა, რა ვიცი, 5 პარტიად, ხო, გვარამია ხო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იგივე ელენე ხოშ და ასე შემდეგ აღარ ჩამოთვლი ეს ისედაც იცის საზოგადოებამ და ამ შემთხვევაში უბრალოდ ფაქტის უფრო ფართო წარმოჩენას ვახდენ. როგორ აფასებთ პოლიტიკურ სპექტრს ზოგადად, რამდენად აქვთ შანსები, რომ ქართულ ოცნებას ამ პოლიტიკური რესურსით და მოცემულობით გაუწიონ ანგარიშს გასაწევი, ასე ვთქვათ, მართლაც პაექრობა არჩევნებზე ჩაანაცვლონ. აბა რას ფიქრობთ? მადლობა კითხვისთვის. იმედი არ შემაწყვეტინებთ, ხო? ესე იგი, პირველ რიგში ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ რეალურად ქართული ოცნების დახმარებით, ესე ვთქვათ, გაინულა თავი საზოგადოებაში და განულებაში რას გულისხმობთ? ადამიანების რაღაც რაოდენობას ახლა მე წხვდები და ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში ცხოვრობ, აქვს გარკვეული პროტესტი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ როგორც აღნიშნეთ, ხო? სტრაპთანაც აქვს. თქვენ როგორც აღნიშნეთ, ხო? არა რეალურად პოლიტიკურ ველზე არ ყავს რაღაცა სხვა ვარიანტი, რომელსაც შეიძლება რომ მისცეს ხმა. ის მცირე ნაწილი მე მესმის შეიძლება არ ვიცი მთლიანი ოპოზიციური ნაწილის რავი 20% არის ალბათ რაც შეიძლება რომ აიღოს რა იმიტომ რომ ეხა საზოგადოებაში ისიც კი ვინც განწყობილი იყო რაღაც ესე ვთქვათ კრიტიკულად ქვეყნის ანუ ხელისუფლების მიმართ რაღაცნაირად ბევრმა დაინახა აი ამ აქციების ფონზე რომ რეალურად ყველაფერი ისე არ არის როგორც მათ ეგონათ ანუ ისე არ არის იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ხელოვნურად იყო შექმნილი, რასაც ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, რომ იქ ფინანსები იხარჯება. ეხლა ჩვენ ყველანი აი რომ ხშირად ვამბობ ხოლმე და აქცენტს ვაკეთებ ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ზუსტად ეს არის, რომ ეხლა მეც ვყავს მეგობრები და ვიცი ვინც არიან და ვიცი ვინც დადიოდნენ იმ აქციაზე და ვიცი რამდენსაც იხდიდნენ ხანი იქ და ასე შემდეგ. პერაშკებში და რა ვიცი ლობიანების იმაში რა ქვია ბოდიში როგორ არის ფუნტუშები იყოს, თუმცა მე რუსულ ენასთან ზოგს რატომღაც აქვს ჩვენს ენაზე უნდა ვემატყოთ არც ამერიკული ჟარგონი არ მჭირდება და არც რუსული ქართული იდეალური ენა ეთერში მესმის მაგრამ ისე ვამბობ ანუ არანაირი პრობლემა არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მე უბრალოდ პოლიტიკური მიმართულებით მაქვს სხვა პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან და რაც შეეხება უშუალოდ ანუ აი ამ ესე ვთქვათ საარჩევნო აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს ახალგაზრდები ფინანსდებოდნენ ამას ამბობ? დიდი ნაწილი ფინანსდებოდა, დიდი ფინანსები არა უკაცრავად რა ეხა მე ვაცადოთ აზრი ჩამოაყალიბე რომ მოგისმინოს მაყურებელმა. მე გეუბნები ჩემი თავის გამოცდილებაზე, ეხა მე არ წავალ პროკურატურაში და იქ არ მიცემ ვიღაცა ჩემი მეგობრის ჩვენ ხო და გეუბნებით კაცო გეუბნებით რა ვინც იყვნენ ორგანიზატორები იმათგან ფინანსდებოდა და მე ისიც ვიცი რომ ნიკა გვარამია დადიოდა და ახალგაზრდებს თავაზობდა რომ ისა რა აი ამაში დაგაფინანსებთ თქვენ ამაში დაგაფინანსებთ თქვენ იმაში დაგაფინანსებთ ზოგი უარს ეუბნებოდა ზოგი თანხმდებოდა ეგეც ვიცი და ეხლა ჩემი ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანია და ძალიან ბევრი მეგობარი ყავს თქვენ ძალიან კარგად იცით რომ უნივერსიტეტებთანაც ძალიან კარგი შეხება მაქვს ამაზე ვისაუბრეთ გადაცემის დაწყების წინ ასე რომ ახალგაზრდებთან მაქვს ეს ურთიერთობა და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება განსხვავებული პოზიციები და აზრები გქონდეს მაინც სტრუქტურირებულ რაღაცა მეგობრულ დამოკიდებულებას ვინარჩუნებ და შესაბამისად ეს ინფორმაციები ყველაფერი
ყველაფერი მოდის. თუმცა ბავშვების მოდი ისიც ვთქვათ, რომ მანიპულაცია უკაცრავად ერთი წუთით, რა თქმა უნდა, ამ ახალგაზრდების დიდი ნაწილი გულანთებულიც იყო. მოდი ახლა, ნუ გადავიყვანთ მხოლოდ ფინანსებთან. ხო, იყო ნაწილი, რომელიც ალალად ყოველგვარი ფინანსური ინტერესების გარეშე, მაგრამ იყო პარტიულია და არასამთავრობო სექტორის. დღეს რო 100 კაცი გამოდის აქციაზე და თუნდაც 1000 იყოს და თუნდაც 2000 იყოს, აი მითხარით ეს რა რესურსია და რა რესურსი დარჩა. ანუ რატო აღარ გამოდის 5000 და 10000 კაცი ადამიანი არის ჩამოკიდებული ბიუჯეტზე. აქეთ რო დაფინანსებაზე საუბრობთ. ეს ადამიანები და რატო იქნება ახალი დაწესებულება 1000-მდე ისინი მუშაობენ რა შუაშია ბიუჯეტი 1000-მდე ახალი სახელმწიფო დაწესებულება შექმნილი ბოლო 12 წლის განმავლობაში. თქვენ ამაზე არ ფიქრობთ ეს ხალხი საარჩევნო რესურსია აქციაზე რას თქვენ ფიქრობთ რომ ეს არ არის მოსყიდვა და ესე ვთქვათ საარჩევნო რესურსი და არჩევნებზე რომ ქუჩაში რომ ბავშვებს აფინანსებენ საჭმლის ფული და ეს არის ეს უკვე დაფინანსება და მაგით ვარიან ქუჩაში ბავშვებს ხო ამას სახელმწიფო სამსახურში თუ მუშაობ ხეფასი საჯარო სახელმწიფო სამსახურში ჩემი თანამშრომლები დადიოდნენ აქციაზე და რა თქვენ გონიათ რამე პასუხი მოსთხოვეს ან რამე? სხვა რამე. თუნდაც ნებისმიერი უწყების თანამშრომლები დადიოდნენ აქციებზე. მაგრამ უბრალოდ თავად არაცხადებდნენ ოპოზიციონერები, რომ აი შემოგვიერთდნენ ადამიანი რომ ჩამოკიდეს საქართველოს ბიუჯეტზე. რატო ჩამოკიდეს კაცო მუშაობენ, რატო ამბობთ რომ ჩამოკიდეს? ანუ მუშევრობა უნდა იყოს ბატონლაშა. ეს უნდა ზუსტად რომ გავუქმდეს სახელმწიფო. ანუ თქვენ რომ ბიუჯეტი და უნდა დაფინანსდეს ხალხი რომ ამას მიყავხართ ქვეყნის დაანგრევამდე და აი ესეც კი არა გაქვთ გაფიცნობიერებული. ბიუჯეტის ხარჯზე როზ სამუშაო ძალას. ვერ გაიგებდით ხომ ესმის ლაბჟგაგება არ არის პარტიები. ანუ უნდა რომ იყოს მუშევრობა და ხალხი გამოვიდეს ქუჩაში. ხო, ბიუჯეტის ხარჯზე როცა ზრდი უმუშევრობას რეალური მიზანი აღნიშნეთ. კარგი, ძალიან დიდი გასაგებია. ყველაფერი გასაგებია. წარმოიდგინე რა აქვს ბიუჯეტი რით ივსება. 400000 კაცო ბიუჯეტი ჩამოკიდე. ის ბიუჯეტი როგორ უნდა შეივსოს? კარგი. ლაშამ გელაძე ტექნიკა კარგით ახლა სიცხული არის ივსება ბიუჯეტი ეს ლექცია არ მაქვს მე პირველი კურსის ძალიან დიდი მადლობა ლაშამ გელაძე და თორნიკე ზედელაშვილი კარგია თუ ბევრი ადამიანი დასაქმდება და მეორე თუ ადამიანს აქვს პოლიტიკური შეხედულება ერთი წუთით რა თუ ადამიანს აქვს პოლიტიკური შეხედულება დამერწმუნეთ ვერავინ ვერ შეუცვლის და თქვენივე ძალიან ბევრი პარტიის წარმომადგენელი და ოპოზიციური ლიდერები სიამაყით აცხადებდნენ აქციაზე რომ აი შემოგვიერთდა ამ ადამ საბიუჯეტო ორგანიზაციის წარმომადგენელი 100 კაცი აქედან 100 ანუ რა მაღალი კლასის დემოკრატია რომ აგრძელებს დღესაც მუშაობას და თან ბიუჯეტი და ხელფასი იღებს და იმას პოლიტიკურას ვერ შეუცვლი დამერწმუნე მაინც იმას შემოხაზავს ვინც უნდა და ძალიან კარგი თუ ასეთი ხელისუფლება არის თუ არის მართლა ასეთი ხოჭა ძალიან დიდი მადლობა იყო სუპერ პრემიერ მინისტრი რა ძალიან დიდი მადლობა ლაშამ გელაძე და თორნიკე ზედელაშვილი მე არა ვარ მომხრე რომ უმუშევრობა იყოს ქვეყანაში და არც იმის მომხრე არ ვარ რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმე გაათავისუფლოთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ლაშამ გელაძე და თორნიკე ზედელაშვილი დროული დიალოგის დისკუსიის ფორმატში მომავალ შეხვედრამდე შეკითხვა